დრატიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა უკვე დასრულდა, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ საქმეში ჩადო არ გამოკვლეულა, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება ცნო უდაოდ და 16 სექტემბერს უკვე შემდგომ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარე იტყვის დაასკვნით სიტყვას, ანუ უახლოეს კვირებში ზვია დრატიანის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენსაც მოვისმენთ. პოეტი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დაკავების პირველივე წუთიდან ამბობს, რომ სილის გაწმის ფაქტს ადასტურებს. ის ამბობს, რომ ნამდვილად განახორციელა ეს სიმბოლური აქტი, როგორც თავად ეძახის და აი ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ზვია დრატიანმა დღეს მცირე რეპლიკითაც ისარგებლა სასამართლოს ხდომათა დარბაზში და ისე იმზადება, რომ ორი პროცესის შემდეგ უკვე სასამართლოს დაასკვნითი სიტყვითაც მიმართოს. დანაშაულს არ ვაღიარებ, ვადასტურებ სილის გაწმის ფაქტს. ეს გადაღებულიც არის და მე შევარჩიე სპეციალურად ისეთი ადგილი, რომელსაც სხვადასხვა რაკურსიდან კამერები დააფიქსირებდა. მტკიცებულებებში გადამეტებული არაფერი იყო. ყველაფერი ისედაც ხელის გულზეა. არაფერს ვითხოვ და არაფერს ველოდები. იურისტები მუშაობენ და აკეთებენ თავის საქმეს. ხმედება, რომელიც ცემის კვალიფიკაციას ვერ აღწევს, ვერ შეფასდება როგორც თავდასხმა. შესაბამისად, ჩვენ მომავალ პროცესზე დასკვნით სიტყვაში წარმოვადგენთ იმ სამართლებრივ დასაბუთებას, სილის გაწმნა რატომ არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად და ქმედების ინტენსივობის გათვალისწინებით ის საერთოდ დანაშაულის კვალიფიკაციას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული, ვერ აღწევს. ჩვენი შეფასებით პროკურატურა ვერ დაადასტურებს ზვია დრატიანისთვის წარდგენილ ბრალს. მოსამართლე, რომელმაც ზვია დრატიანის საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს, არის გიორგი გელაშვილი. საინტერესოა დაინახავს თუ არა პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გიორგი გელაშვილი, რომ სახეზეა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება, დაცვის მხარე გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია მუხს მოეხსნას.